გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მეძღვნება კერძების კლასს, რომელიც უცვლელია ქართულ სამზარეულოში და იმდენი კეთდება, რამდენი ბალახიც ამოდის ჩვენს ლამაზ დედაბუნებაში. ეს კერძები თვალსაჩინო მაგალითია ქართველი ხალხის კრეატიულობის და ასევე თვალსაჩინო მაგალითია თუ როგორ შეგვიძლია რომ ეს მწირი ინგრედიენტები გადავაქციოთ კულინარიულ შედევრად. ალბათ უნდა მივხვდარიყავით და დღეს ვაკეთებთ სამარხვა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ კერძების კლასს ფხალეულს. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მეძღვნება ფხალეულს და ეს მხოლოდ ერთადერთი ადამიანის დამსახურებაა და ეს არის Be yourself 948. დიდი მადლობა რომ დაგვიწერეთ კომენტარი და ასევე თქვენსი აქტიურად დაგვიწერეთ კომენტარები თუ რა გავაკეთოთ შემდეგ ეპიზოდებში და ლაიქეთ ვიდეო, გამეწერეთ ჩვენი არხი და გვიდექით გვერდში. ეხლა კი თქვა თუ რას გავაკეთებთ დღეს. დღეს გავაკეთებთ სამი ტიპის ფხალს. ეს იქნება ისპანახის ფხალი, ეს იქნება გოგრის ფხალი და ასევე გავაკეთებთ ნიგუზიან ბადრიჯანს. არ ვიცი ფხალში გაკავთ თუ არა, მაგრამ ფხალის ასორტზე დადევს ხოლმე. ამიტომ ვიფიქრეთ რომ ეს სამი ყველაზე პოპულარული ფხალის ტიპი გავაკეთებინა, რადგან ყველაზე პოპულარულია საქართველოში. ამიტომ აღარ დავყარგო დრო, დავიწყოთ ამზადება, მოამზადეთ ინგრედიენტები. პირველი ვიწყებთ ისპანახის ფხალით და ამისთვის დაგჭირდებათ 1 კილო ისპანახი, დაახლოებით 100 გრამი ნიგოზი, დაახლოებით 20 გრამი ძმარი თეთრი, 1 კბილი ნიორი, 2 მწიკვი წითელი წიწაკა, 2 მწიკვი ქინძი და 2 მწიკვი ყვითელი ყვავილი. და რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 მწიკვი მარილი, ჩაუშვით შიგნით ისპანახი და მოწალეთ დაახლოებით 3-4 წუთი. მოწალული ისპანახი გადაიტანეთ ცივ წყალში, რომ შეჩერდეს მოწალვის პროცესი. ისპანახი რომ გაცივდება, ეხლა კარგად უნდა გავწუროთ, რომ მთელი დღე გამოვიდეს. შემდეგ დავჭრით და გადავულებთ ნიგოზის მასას, რომელსაც შემდეგ განახებთ როგორ უნდა გავაკეთოთ. შემდეგ მოწალული ისპანახი კარგად უნდა გავწუროთ, არ დაიზაროთ, ძალა დაგჭირდებათ, კარგად გაწურეთ და შემდეგ გაწურული ისპანახი კარგად უნდა დავჭრათ. შეიძლება გადაკებაც მოგიწიოთ. ისპანახი უკვე მზად არის და ამიტომ ეხლა გავაკეთოთ ნიგზის მასა, რომელიც ჯერ უნდა გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ხორცის საკეპ მანქანაში კარგად გაატარეთ ნიგოზი, ასევე გაატარეთ 1 კბილი ნიორიც და ეხლა შეგვიძლია რომ შევაძავოთ. დავუმატეთ ყველა სუნელი, მარილი, ძმარი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ამ ნიგოზის მასას გადავურეთ მანამდე მოწალული დაჭრილი ისპანახი და მზად არის ჩვენი ისპანახის ფხალი. ესეც ჩვენი ისპანახის ფხალი. ესეც ისპანახის ფხალი და ეხლა გადავალთ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ფხალზე, გოგრის ფხალზე, რომელიც არის ოტკბო და მარილიანი გემოებით ძალიან კარგი შეზავება. ამიტომ ამისთვის დაგჭირდებათ 1 კილო გოგრა, 150 გრამი ნიგოზი, მე-4 ჩაისკოზე ყვითელი ყვავილი, 9 ჩაისკოზე წითელი წიწაკა, მე-4 ჩაისკოზე ქინძი, 2 კბილი ნიორი, 50 გრამი ხახვი, 10 გრამი ძმარი და მარილი გემოვნებით. გოგრა უნდა გამოვაცხოთ, ამიტომ ეხლა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, შევაგდოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 9 საათი, რომ კარგად გამოცხოს და დარბილდეს ჩვენი გოგრა. ამიტომ ეხლა გვქვევით. სანამ გოგრა ცხება, გამოვატაროთ ნიგოზი და ნიორი, როგორც ისპანახის ფხალზე. ნიგოზის გავატარეთ უკვე, გოგრა ცხება დაახლოებით 10-15 წუთში იქნება. მანამდე გავთუშოთ და დავაკარამელიზიროთ ხახვი. ამიტომ ეხლა დავჭრათ წვრილად და ლამაზად და დავიწყოთ დაკარამელიზირება. ოდნავ გახურებულ ტაფაზე დაასხეძეთ და ჩაყარეთ ხახვი რომ დაიწყოს კარამელიზირება. ესეც ჩვენი გოგრა, ეხლა ეს უნდა ოდნავ გაგრილდეს, გავთვალოთ და მე შეგვიძლია გადავაზავოთ ყველაფერი ხახვიც რომ მოითუშება. გამომცხარი გოგრა გაასუფთავეთ, მოაცალეთ კანები და დაჭერეთ სასრულ ზომებად, პატარა კუბებად, როგორც თქვენ გინდათ ისე. ამასობაში ხახვიც მოითუშა და შეგვიძლია გადავიდეთ შეკმაწვაზე. გოგრა ჩაყარეთ დიდ ჯამში, დავუმატეთ მოთუშული ხახვი, ასევე დავუმატეთ ნიგოზი, სუნელები, ძმარი და მარილი გემოვნებით. მაგრამ ჩავნათულში დაგვაწყდა გვეთქვა უცხო სუნელი, რომელიც აუცილებელია. დავუმატოთ დაახლოებით 9 ჩაის კოვს და შემდეგ კარგად ამოურეთ და მზად არის ჩვენი გოგრის ფხალიც. ისპანახიზე გოგრის ფხალი უკვე დავამთავრეთ და ეხლა გადავიდეთ ნიგუზიან ბადრიჯანზე, რომელიც ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ფხალეულია. ალბათ ნიგუზიანი კერძია ქართულ სამზარეულოში. ამიტომ ამისთვის დაგჭირდებათ 500 გრამი ბადრიჯანი, დაახლოებით 4 სუფრის კოზი წყალი, 3 სუფრის კოზი თეთრი ძმარი, 1 ჩაის კოზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოზი ქინძი, 1 ჩაის კოზი წითელი წიწაკა, 1 ჩაის კოზი ყვითელი ყვავილი და 3 კბილი ნიორი. და რა თქმა უნდა, მარილი გემოვნებით. პირველ რიგში ბადრიჯანი დავჭრათ ხელ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ბადრიჯანი გაასუფთავეთ, მოაჭერეთ ყუნწი და დაჭერეთ თხელ ნაჭრებად, როგორც ვიდეოში ნაჩვენე. საშუალოდ გახურებულ ტაფაზე დაასხეთ ზეთი, ცოტა დიდი რაოდენობით და დადეთ ზემოდან ბადრიჯანი. მოაყარეთ მარილი და შევწვათ კარგად ორივე მხრიდან. და შემწვარი ბადრიჯნები შემდეგ დაალაგეთ ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს ზეთისგან. ნიგოზი და ნიორი ისე გამოვატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, როგორც წინა ფხალებზე გავაკეთეთ და გადავორიოთ სუნელები, წყალი, ძმარი და რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით. და შემდეგ კარგად გადავორიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ ეს მიღებული მასა გადავუსვათ ბადრიჯებზე, რომელიც მანამდე შევწვით და გადავახვიოთ პატარა რულებად, ან რულეტებად.
ესე ჩვენ ნიგზიანი ბადრიჯანი, გავაკეთეთ სამივე ფხალი, ეხლა ავაწყოთ პატარა გობი და მერე გავსინჯოთ ჩვენ საბუნიე კაცთან ერთად. ხო, საბა? ისპანახის ფხალი დავაბურთავოთ როგორც ვიდეო შენაჩვენები, გვერდზე მივიდოთ ნიგზიანი ბადრიჯანი, ასევე გორგის ფხალი და მოვაყაროთ ზემოდან ბროწეული და ქიმცი. ესე ჩვენი სამარხო სეტი, ანუ სამარხო გობი, ფხალეულის დაფა, რავი, როგორც გვინდა ის დაუძახეთ. მე მგონი ძალიან მარტივად გავაკეთეთ, ძალიან მარტივი გასაკეთებელია, რთული არაფერი არ არის. სირთულე მაშინ შემოდის ხოლმე, როცა დიდ რაოდენობებს აკეთებთ, მაგრამ ხო, სულ რამოდენიმე ინგრედიენტი არის, რამოდენიმე გადარევა გჭირდება, ერთი ხორცის საკები მანქანა და მზად არის. სანამ დაგემონებას გადავარდა ჩვენ საბუნიას დაუძახებთ, შემოვიწყეთ დააგემონოს ჩემი ნახელავი. ამდენ გაგახსენოთ, რომ კოკოს აპლიკაციაში ქულების აგროვება კიდე გრძელდება და ეხლა არის საღდუმო ლიდერბორდი, სადაც თქვენ რომ შეაგროვებთ თავსახურის ქვეშ მოთავსებულ კოდებს და თუ მოხვდებით ლიდერბორდში, თქვენ მოიგებთ ველისტორისგან ვაუჩერს და ასევე სასაჩუქრე ყუთს. ამიტომ იაქტიურეთ ისევ, არ წაშალოთ და თუ წაშლილი გახთ გადმოწერით თავიდან და ისევ იაქტიურეთ კოკოს გათამაშებაში, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ახალი რაღაცები მოიგოთ. არ არის მარტო საღდგომო, ეს კიდე დიდი ხანი გაგრძელდება და სხვადასხვა საჩუქრები გელოდებათ წინ. ამიტომ აქტიურად ყურადღებით იყავით ყვითელი თავსახურების მიმართ. როა მისი უდიდებულესება შესანიშნავი ადამიანის საბა ჩერქეზიშვილის სტუდიაში მოპატიჟებისთვის ესწრებოდა რა თქმა უნდა ჩვენი პატარა აჩი არის როგორც აჩის გეძახიან. საეჭო კაცს რო ყავს აჩი, ეგრე ყავს თქვენ შენო საბა რა. მასაც შეამჩნევით რომ არ გავიკეთები აქ ჭადი არდევს, მაგრამ ჭადის გაკეთება თუ გინდა, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს სულ ვიდეოში, ნახოთ ჭადი როგორ კეთდება და გემრიელად შეექცეთ შემდეგ თქვენს გაკეთებულ ფხალს. ამიტომ ახლა საბაკაც დააგემონოს ჩემს გაკეთებულ ფხალს და ვნახოთ თუ როგორი რეაქცია ექნება მას. როგორი რეაქცია ექნება და პირველი რეაქცია თვალის გამოკვების რეაქცია ძალიან მომწონს. ეს რა სილამაზეებია ხალხო. აი მე დედა. ეს საზამთრო, მინიატურული საზამთრო. მე პირველი გავსინჯავ ფხალს იმისას გოგრისას. მე გოგრის ფხალი არ მიყვარს. აი პირველი გავსინჯავ ისპანაჩი. ეს ქინძი ძალიან უხდება გოგრის ფხალს. ძალიან გემრიელია. მოგწონს სუნელების შეზავება? ძალიან მაგრამ ცოტა ხლათ არის ხო დაჭრილი ისპანახი. არ ვიცი, ამდენად მომწონს ეს სისქელე. ხათ რო არის დაჭრილი, მეტად მომწონს ხოლმე. მე შეგიძლიათ რომ ბოლოს გადაკეთოთ. მე უფრო მიყვარს ხოლმე რომ უხეშია ცოტა ფხალში ისპანახი. ხო, მე მიყვარს რაცა უფრო ნაზი. ჭრილია. და ერთგვაროვანი. ქინძი მიატანკე? გემრიელი არის, მაგრამ not a fan. Not a fan, ხო. ეხლა კი მოვაყარეთ ბროწეული, მაგრამ მე არ მიყვარს ბროწეული რომ აქ მოყრილი. ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ეხლა ყურკას ჩაღეჭე შენ, რა? ჩავღეჭე. ხო, და ეგ არ მიყვარს მე. მე რა. ეს უსიამოვნო. ჩავღეჭე. მიდი. მაგრამ ჩემი ფავორიტი კერძი მოდის. ნიგზიანი ბადრიჟანი. გიყვარს? ძალიან. საინტერესოა. ამას მოვპარებ ცოტა ქინძები, ქინძი ძალიან მიყვარს. რა მიყვარს შებრაწული ბადრიჯანის სუნი? რა ტატუიში ვარ, ხო იცი ესე რომ იმაშვება და ბავშვობაში ვეჭდები. ბავშვობაში ვეჭდები, აი ეგ არის რა. ნუ რა თქმა უნდა მაკლია მჭადი, მაკლია ყველი. იმედია რომ მარხული ხალხი ვინც ხართ მოიწონოთ ჩვენს ვიდეოს და დალაიქებთ და გემრიელად გაატაროთ. ძალიან კმაყოფილი დარჩება ჩემს და ეპიზოდი. და თქვენთვის მხოლოდ ერთი დაწყებუნება, ხოლო ჩვენთვის ძალიან ბევრი ძალიან რას ვიძახით ხოლმე არა. არ ვიცი ზუსტად არასდროს არაფერს არ ვიძახით. ხო. თქვენთვის ერთი კლიკია, ჩვენთვის კი უბრალოდ ძალიან ბევრს ნიშნავს. და მოდით ერთად დავაშენოთ სკოლის პატარა კიბერსოფელი. ბაი. ის გავაკეთე. ეგროს თამბლი. მოტკბო და